და თელ საქართველოში ყველა ტაქსის მძღოლი 610 კილომეტრს გადის და არის საუკეთესო. ელექტროა, ხო? და ხელი შეწყობა რა არის? არის ერთ-ერთი რაღაცა არსებობს რაღაცა, რომ ეს ჩვენ მივცეთ მთლიანად მოსახლეობას ტაქსის მძღოლებს, მაგრამ ერჯერ თქვი და კინაღამ გადამაყოლეს, მაგას შევინ გეკითხებაო და დავანებეთ თავი. აი ეს ავტომობილი BYD ტაქსისთვის ელექტრო 100% ელექტრო. აი უყურეთ რა სიდენი აქვს. აი ჩინეთში აწყობილი ავტომობილი. მოდი აბა შეადარე ამის სალონი ნებისმიერ სალონს. აი შეადარე. აი შეხედე რა სალონი აქვს. ჰა? აი შეხედე. აი უყურე როგორ არის, რა არის განსხვავება. დათო, ამის კარები უფრო დიდია უკან, ხო? ვიდრე იმის. უყურე ახლა რა არის. აი ტაქსისთვის თავარი რა არის და ჩვენ ამაზე ბევრი განცხადება გავაკეთეთ. ეს არის ხონჩის ისა ახალი მოდელი. აი შიგნი დიზაინი მთლიანად შესრულია, ცხვირი, უკანა მხარე, აბა ჩაჯექი. აი უყურე, ხო შენ დიდი ბიჭი ხარ. აი უყურე, აი ხო ჩაჯექი. და ახლა წინ წარმოიდგინე რამოდენა ადგილია, ხო? აი, რამოდენა ადგილია, ხო? აი ეს უნდა ტაქსის მძღოლებს, რომ კმაყოფილი იყოს თვითონ მომხმარებელი. წავედით. გიო, უყურე. ჩვენ ყავს აქ კიდე ერთი, აი ესეც ელექტრო სხვა მოდელი BYD. აქ ჩვენ ყავს კიდე ერთი მაგარი Porsche. აი ძალიან მაგარი Porsche. უნდა ეს ახალგაზრდებს და ყიდულობენ. წამოდი. ბატონებო და ქალბატონებო, აი ეს და ყველა ახალგაზრდას მინდა უთხრა, რომ აი ეს რაც თქვენ ნახეთ ბათუმში, ქუთაისში და თბილისში, ნახავთ ხვალ თელავში, ეს დიდი შრომის შედეგია. მე და გიორგი კიდევ წავალთ, ნახავთ და უფრო მაგარ ცენტრებსაც მომავალში გავაკეთებთ. მე მინდა გიორგისი ვარ, ძალიან მაგარი კმაყოფილი, იმიტომ რომ ვარჯიშობს და რომ თხოვე რომ წიგნი ხელში დაიკავე, იმის შემდეგ ჰამბურგერი გადააგდო და წიგნს მოკიდა ხელი. და მინდა მთელ საქართველოს მოსახლეობას უთხრა, რომ საქართველოში ჩვენ რო ახალგაზრდები გვყავს, ესეთი მეორე დედამიწის ზურგზე არ არსებობს. უბრალოდ უნდა პატარა ხელის შეწყობა და ხელი ახალგაზრდებს უნდა შეუწყოთ. ჩვენ გვყავს ახალგაზრდები შევქმნით რაღაც ორგანიზაცია და სტუდენტები გაერთიანდნენ და რაც შეგვიძლია